ყოველწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ანჩისხატის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არჩილ ხაჩიძე შემოგვიერთდა. მამა არჩილ, დაგვგლოცეთ, მადლობა მობრძანებისთვის. დილომშვიდობის თქვენ და თქვენს მაყურებელს. ჩვენი დღევანდელი თემა ასეთია, როდის ხდება ადამიანი ქრისტიანი, ანუ ვინ არის ნამდვილი ქრისტიანი. პირველი ნაბიჯი ამ გზაზე, ეკლესიური ცხოვრების გზაზე, ქრისტიანობის გზაზე, ვიცით რომ არის ნათლობა. ნათლობა არის კარიბჭე, რითიც ადამიანი შედის, ანუ მიუყვება უკვე ამ გზას, პირველი ნაბიჯი არის სწორედ ნათლობა. მაგრამ ნამდვილი ქრისტიანი რომ გახდეს, ალბათ ეს არის დაუსრულებელი პროცესი და ალბათ ძნელი სათქმელი არის, რა თვისებები უნდა ქონდეს ადამიანს, რომ ის ჩაითვალოს ნამდვილ ქრისტიანად და აღწევს თუ არა ამას ადამიანი. ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საჭირო კითხვაა, რომელსაც ალბათ ესეთი ერთნიშნულოვანი და მოკლე პასუხი ვერ ამოწურავს და ვერც ჩვენი გადაცემის ფორმატი. როდის ხდება ადამიანი ქრისტიანი? ერთი რომ ნათლობა ეს და ეს წესები, რომელიც ეკლესიისგან და ღვთისგან არის დადგენილი და რასაც თავისი საფუძველი წმინდა წერილში აქვს, რომ უნდა ნათელვიყოთ, უნდა თანავეზიარებოდეთ და შემდეგ ეს რა თქმა უნდა აუცილებელი ნაწილია, მაგრამ ჩვენ რა მხრივაც დღეს საუბრობთ, ეს გულისხმობს იმას, თუ შინაგანად, როგორც პიროვნება, როგორ განიცდის ფერიცვალებას ადამიანი და როგორ ხდება იგი სხვანაირი ადამიანი. და თქვენ ძალიან კარგი ფრაზები ახსენეთ დასაწყისშივე. რამდენჯერმე ახსენეთ სიტყვა გზა და ქრისტიანობას ეწოდება გზა. ეს არის გზაზე ყოფნა პირველ რიგში. ანუ რომელ მხარეს ვართ მიტრიალებული. მოდით ესეთი მარტივი შედარება მოვიყვანოთ, რომ ჩვენ მაცხოვარს მიხსენიებთ როგორც მზე სიმართლის. არაერთ საგალობელში, არაერთ ტექსტში ჩვენ ვამბობთ, რომ უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე არის მზე სიმართლის. იგი გვინათებს ჩვენ ცხოვრების გზას. და ამას თვითონაც ამბობს, მე ვარ ნათელი სოფლისა, რომელიც შემომიდგეს, მე არა ვიდოდეს ბნელს. იგი არიulis ბნელში. მისთვის ცხოვრება სხვა აზრი და სხვა შინაარსი ექნება. და მართლაც ასეა ხოლმე ქრისტიანობაში. განაის რომ ქრისტიანს რაღაც არ ტკივა, არ მოშივდება, არ შეცივდება, რაღაც ცხოვრებისეული განსაცდელი არ ექნება, მაგრამ არასოდეს არ არის ქრისტიანობაში ეს ყველაფერი უაზრო და უშინაარსო და უმიზნო. ამიტომაც აბსოლუტურად სხვა ლოგიკითა და სხვა мотивაციით და სხვა ძალით გადააქვს ქრისტიანს ეს ყველაფერი, რადგანაც არასოდეს ქრისტიანი ცხოვრების გზაზე არ არის მარტო და მასთან არის უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. და პირიქით ქრისტიანიც არის ცდილობს იყოს ქრისტესთან. და ნათლობა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ნათლობის დროს არის ხოლმე საგალობელი. რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტეს შეგვიმოსიეს. ანუ ქრისტეს შემოსვა, ანუ საიდანაც იწყება კარიბჭე ქრისტიანობისა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ქრისტეს ვემსგავსებით, ქრისტეს ნაირი გვინდა გავხდეთ. ეს არნიშნავს, რა თქმა უნდა, მხოლოდ გარეგნულ მიმსგავსებას. გარეგან გაქრისტიანებას ბევრი არაფერი ჭირდება, მოდი ესე ვთქვი. აქ მეზვერისა და ფარისევლისი გავიყვანოს. მეზვერისა და ფარისევლისი გავიყოს. ვიღაცა ადვილად ისწავლის პირდვრის გადაწერას, მეტანიის გაკეთებას, ტაძარში დადგომას თუ რაღაცა ხატების განსხვავებას ერთმანეთისგან, მაგრამ შინაგანი გაქრისტიანება საკმაოდ ესეთი ხანგრძლივი პროცესია და მთელ ცხოვრებაზე გაწელილი პროცესია. ქრისტიანობა ეს არის გზა და ეს შედარება, რომლის მოყვანასაც ვაპირებდი, პირობითად ესეთია. წარმოვიდგინოთ, რომ რა თქმა უნდა ეს უსასრულოა ეს გზა, მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ აქ არის ქრისტე და ეს არის მთელი გზა, ეს მონაკვეთი არის მთელი ადამიანური გზა. და ამ გზაზე ვიღაცა აქ არის, ვიღაცა ახ არის, ვიღაცა ახ არის. ანუ განაწილებულია ქრისტესკენ მიმავალ გზაზე ხალხი. მაგრამ შეიძლება ადამიანი იყოს აი აქ ყველაზე ბოლოში და იგი იხედებოდეს ანუ იგი მიბრუნებული იყოს ქრისტესკენ, როგორც უკანასკნელი კაცი ავაზაკი. რიგითი ავაზაკი იგი არ იყო, ჯვარზე რიგითი დამნაშავეს არ გააკრავდნენ, დიდი დამნაშავე იყო, მაგრამ გახდა ქრისტიანი და პირველი შევიდა სამოთხეში. იგი თუ ქრისტესკენ არის მობრუნებული, იგი ამ გზის ნაწილია და შეიძლება ადამიანი იყოს აი აქ და ზურგი იყოს, ზურგი კონდეს შექცეული ქრისტესგან და ამ დროს ადამიანი უკვე რა თქმა უნდა ამ გზის ნაწილი აღარ არის. ანუ მთავარი ეს არის, რომ ჩვენ მივდივართ მზე სიმართლისკენ. ჩვენ წინ არის სინათლე. აი ეს არის უმნიშვნელოვანესი ქრისტიანად გახდომის პროცესში და ეს არ არის, როგორც ჩვენ თქვით, ის რომ აი 1 საათის წინ არ ვიყავი ქრისტიანი და ახლა ვარ ქრისტიანი. ეს არის პროცესი. თუ მე ამ გზის ნაწილი ვარ, მე ქრისტიანი ვარ.
მამარჯილ, აი ზოგი ადამიანის ქრისტიანობა და ეს გზა, რაზეც თქვენ საუბრობთ, მთავრდება ნათლობისთანავე, მოინათლება და გონია რომ ამით დასრულდა, ესე იგი, ის უკვე ქრისტიანია. მაგრამ თუ კი ადამიანი გადაწყვეტს რომ შეუდგეს ნათლობის მერეც ეს გზა გააგრძელოს, მაინც ხდება რომ ადამიანი ეცემა, დგება, ანუ ეს გზა სავსე არის დაცემებით. აი როგორ ფასდება აი ერთიანობაში ადამიანის განვლილი გზა, ვთქვათ, აი როდის ფასდება, როგორ ფასდება და ყოველთვის ჩვენ ვერ ვიქცევით ისე როგორც ნამდვილი ქრისტიანები, ხშირად მოგვდის შეცდომები, თუმცა შეიძლება განზრახულობა და სურვილი იმისა, რომ დავრჩეთ ქრისტიანებად და ყოველთვის იყოს ჩვენი საქციელი ღვთის წინაშე, ამისი გქონდეს, მაგრამ ცოტა რთული არის ყოველთვის ეს შეძლო. კი, რა თქმა უნდა რთულია, იმიტომ რომ ეს სოფელი 1000 განსაცდელითაა სავსე და 60-ში არ ცხოვრობთ. ამისი აღიარება არის უნიშნულოვანესი. მე მინახავს ადამიანი, რომელსაც ესე ნახევრად ხუმრობით, რომელსაც მანქანის კურთხევა იმიტომ უნდოდა, რომ თურმე რაღაცა ბრახუნობს მანქანაში. ანუ თulis ადამიანი რომ თუ მანქანას აკურთხებს, არ ვიცი ზეთის გამოცვლა აღარ დაჭირდება ან რაღაც. ან სახლს აკურთხებს და ამ სახლში მაგალითად, რა ვიცი, სიგნალიზაცია ჩათვალა რომ დააყენა. რა თქმა უნდა, უფლის ფარველობა დიდია და ყველა სიგნალიზაციაზე მეტია და ყველაფერზე მეტია, მაგრამ არის რაღაცა რეალობა, რომელიც ჩვენ გვაბარია. და სიტყვა სინერგია არის უნიშნულოვანესი ღმერთთან ურთიერთობაში. სინერგია ესაა თანამშრომლობა, თანაცხოვრება, თანაარსებობა, შეხვედრა და მუდმივი განცდა ღვთისა. როდესაც ადამიანისა და უფლისნება ერთმანეთს ემთხვევა. ადამიანისა და უფლისნება ერთმანეთს ემთხვევა, ანუ მე განვიცდი ღმერთს ჩემ ცხოვრებაში და ჩემ თავს განვიცდი ღმერთთან. და აი ამ სინერგიის პროცესში, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სხვანაირია უკვე მე არსებობა და მართლაც ეს მეორე მნიშვნელოვანი სიტყვა გავიხსენოთ, ფერსიცვლის ადამიანის ცხოვრება. ის რაც ადამიანისთვის შეიძლება უნიშნულოვანესი იყოს ცხოვრების რაღაცა ეტაპზე, როდესაც იგი ახალ საფეხურზე ადის, მისთვის ბევრი რამე აბსოლუტურად გადაფასდება ხოლმე და ღირებულებითად შეიძლება არ იცვლებოდეს, მაგრამ უკვე ახალ შინაარსს იძენს, ახალ არსს იძენს და მოდი ესე ვთქვათ, ადამიანს უყვარდა გაპრანჭვა, იგი ისევ იპრანჭება, ოღონდ სხვანაირად იპრანჭება უკვე. ანუ აქ არ იგულისხმება განსაცდელი სხვა არის, დიახ. სხვა რაღაცით იპრანჭება უკვე. ადამიანს უყვარდა ხალისი ხალისობს, ისევ ხალისობს, ოღონდ სხვა რაღაცით ხალისობს უკვე. ანუ მისი თავარია რომ ეს სწორი მიმართულება კონდეს ადამიანს და ეს საფეხურები იწყება, რა თქმა უნდა, მონანიებით და საკუთარი თავში დაწყებული ცვლილებით, ეს გრძელდება მერე განათლებით, რასაც შესწავლა იგულისხმება ქრისტიანობის აუცილებლად, იმიტომ რომ მოვინათლე ერთია და ბევრი ბავშვობის ასაკში მოინათლა, მაგრამ ამას ხომ ჭირდება მერე ზრდა განვითარება. აი დაგვარქვა ვიღაცამ ჩვენც რომ ადამიანები ვართ. დაგვარქვა რა ასე ვართ, მაგრამ არ გვესწავლა ჭამა, არ გვესწავლა სიარული გამართულად, არავის ესწავლებინა ჩვენთვის, რა ვიცი, დანაჯანგლის ხმარება, ჩაცმა და ხურვა, ადამიანებთან ურთიერთობა, არაფერი არ ესწავლებინა და ვიქნებოდით ჩვენ ადამიანები, რაღაცა ეს მაუგლისავით რომ გავზრდილიყავით ადამიანური რაღაცა სოციუმის გარეშე. ასევე თუ არსებობს ეს ადამიანური სოციუმი, არსებობს რაღაცა ღვთისმიერი სოციუმიც, სადაც რა თქმა უნდა ჩვენი ავადმყოფებით მივდივართ, ჩვენი პრობლემებით მივდივართ, მაგრამ თავარია რომ იქაური წესები და იქაური გარემო არ ემთხვევა ამ ცოდვილ წესებსა და ცოდვილ გარემოს და ცდილობს რომ მოახდინოს ჩვენი ამაღლება და ჩვენი ფერიცვალება. რაც რა თქმა უნდა რთულია, იმიტომ რომ არც ბოროტი არ დაგვანებებს თავს და ჩვენც ხშირად ორი ბატონის მონობა გვინდა ხოლმე, რაც შეუძლებელია. მამარჩილ, აი საუბარში თქვენ მარტოობა ახსენეთ. ჩვენ წინა გადაცემებში ვისაუბრეთ სულიერი მარტოობის შესახებ და მარტოობაზე მინდა გკითხოთ აი ამ სიტყვას. როდესაც ვახსენებთ ხოლმე ადამიანები, აი რატომღაც ყოველთვის ცუდთან არასწორთან ასოცირდება თითქოს. აი დადებით კონტექსტში რომ განვიხილოთ მარტოობა რამდენად მნიშვნელოვანია, უფალთან მარტო იყოს ადამიანი ურთიერთობაში, არ ჩაერიოს მესამე პირი, ნებსით თუ უნებლიეთ, აი თითქოს გვიბიძლოს რომ უფლისკენ სავალ გზას ავწდეთ იმ ჭეშმარიტებას, რასაც უფალი და ჩვენ სარწმუნოება ქვია. რა არის ეცეთ ეს ძალიან ორლესული მახვილია. ძალიან ორლესული მახვილია მარტოობა. რამაც შეიძლება ადამიანი დაღუპოს ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის აუცილებელი. როგორც ამბობენ, გემები ყველაზე უსაფრთხოდ არიან ნავსადგურში, მაგრამ ისინი არ აშენებულან იმისათვის, რომ ნავსადგურში იყვნენ. მათ უნდა
გააღწიონ ნავსადგურიდან, გადალახონ უამრავი ზღვა, უამრავი ოკეანე, გაიარონ რაღაცა გზა იმისათვის, რომ ახალ მისამართზე მივიდნენ. თორემ აშენდნენ და იმავე ნავსადგურში დარჩნენ, სადაც ისინი აშენდნენ. აზრი დაეკარგება მათ აშენებას. ასე ალბათ ჩვენი ცხოვრებაც, რომ ჩვენ კი რაღაცას ვიწყებთ, მაგრამ უამრავი ქარიშხალი, უამრავი ღელვა უნდა გავიაროთ, სანამ ჩვენ სანუკვარ მიზნამდე მივალთ, რომელიც უფალმა აუგითქვა, რომ სახლსა მამისა ჩემის სასასავანი მრავალ არიან. მაგრამ აი სიმარტოვე, რომელიც თქვენ ახსენეთ, სიმარტოვე უფლის წინაშე ეს ნიშნავს, მოდით ამის ეს კარგი საჭირო და აუცილებელი მხარე ვთქვა, ეს არის პასუხისმგებლობა. როდესაც მე არ გადამოქვს პასუხისმგებლობა სხვაზე. ეს იყო ჩვენი პირველი შეცდომა. 64-შივე დაშვებული პირველი შეცდომა, როდესაც იმის ნაცვლად, რომ ჩვენ თავზე აგვეყო პასუხისმგებლობა, გადავიტანეთ, ასე ვთქვათ, სხვებზე, იქ ევამ თქვა, რომ რაღაცა გველმა მაწტუნა, ადამმა თქვა, რომ შენ რომ ხალი გააჩინე ღმერთო იმან მაწტუნა, საბოლოოდ ღმერთი გამოვიდა დამნაშავე, გამოიყვანეს დამნაშავე, ხომ და გამოვიყვანეთ ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენც იქ ვართ. ჩვენ პირველ მშობლებთან არსად არ წავსულ ვართ. და ეს შეცდომა მოგდის ყოველთვის. ამ დროს მოვიდა ქრისტე, რომელიც არაფერში დამნაშავე არ იყო და აიღო ყოველას მაგიერი პასუხისმგებლობა. უკუღმა წასული ჩარხი წაღმა დაატრიალა. ამიტომაც ერთის მხრივ თუ ჩვენ მარტოობაში ვახსენებთ იმას, რომ ეს არის პირადი პასუხისმგებლობა, პირადი ინიციატივიანობა, პირადი გონიერება, სითამამე, ეს ყველაფერი ეს არის ძალიან კარგი. ძალიან კარგი, ძალიან აუცილებელი და ყოველ მიზეზს გარეშე ყოველი ადამიანისათვის საჭირო თვისებები და განწყობები. თუმცა თუ ჩვენ ვიტყვით იმას, რომ ეს მეორე მხარე, საშიში მხარე, რომელიც ვახსენეთ, ესაა ის, რომ ადამიანი გაკერპდეს. ადამიანს არავისი აღარ ესმოდეს, ადამიანს თავისთავი მიაჩნდეს ყველაფრად. სამყაროს ცენტრად, ამოსავალ წერტილად. ძალიან დიდი. ხო, იმიტომ რომ თავისუფლება დიდი საფრთხეა. ხო, ადამიანს როცა ესმის, რომ მისი გულისთვის მოვიდა ღმერთი, მისი გულისთვის გაეკრა ჯვარზე, უცებ ძალიან დიდმა აპარტავნებამ შეიძლება თავისუფლად შეიპყროს, ეს ვინ ყოფილვარ. ოღონდ საკუთარი ღირსების განცდა არის ერთი, რომ რა ძვირფასი ვარ მე უფლისათვის, რომ მე არასოდეს არ ვიქნები რა ვიცი რაღაც არაფერი, იმიტომ რომ მე ვარ ის ვისი გულისთვისაც ღმერთმა თავი შეიწუხა. მაგრამ ამავდროულად ჩემ გარდა ნებისმიერი სხვა ადამიანი ასეა და ადამიანის შექმნისთანავე ის რომ ღმერთი ადამიანზე საუბრობს მრავლობით რიცხვში და ის რომ ადამიანი ამბობს წინვალე სიტყვებს რომ არ არის კარგი ადამიანის მარტო ყოფნა და ის რომ უფალმა დაადგინა საეკლესიო იერარქია რომ ადამიანის მრჩეველი თუ მშველელი ისევ ადამიანი იყოს ის რომ უფალმა მეგობრები გვიწოდა ჩვენ ის რომ არსებობს ოჯახი და ოჯახი იკურთხა როგორც ერთის მხრივ ცოლქმრის ურთიერთობა და უფროს უმცროსობა, მშობლები, შვილები, შვილიშვილები, ყველაზე კარგი ფორმა ურთიერთობისა და არსებობისა, ეს აღნიშნავს იმას, რომ არის რაღაცა, რაშიც რა თქმა უნდა ყოველ ჩვენგანი მარტო ვართ და უნდა ვიყოთ მარტო, რაღაცა ესეთი სივრცე ყოველას უნდა გაგვაჩნდეს, სადაც ჩვენი და ღმერთის გარდა ფეხს ვერავინ ვერ შედგამს და მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ არასოდეს არ ვართ მარტო იმიტომ რომ ჩვენ ვამდიდრებთ ერთმანეთს ადამიანები და ვზრდით. პავლე მოციქული ბრწყინვალე სიტყვებს ამბობს, არავინ იცის უკეთესად კაცისა, ვიდრე სულმანვე კაცისამან. ყველაზე კარგად ჩვენ ვიცით ვინ ვართ და უწმინდეს ხშირად რომ ახსენებდა ხოლმე და ადამიანი არის სამნაირი, ხომ? ერთი როგორცაც იგი ხედავს თავის თავს, ერთი როგორცაც მას ხედავენ სხვები და ერთი როგორცაც მას ხედავს ღმერთი. და სწორი, ნამდვილი, ზუსტი არის ისეთი, როგორცაც მას ხედავს ღმერთი. ამიტომ ჩვენი მეცადინეობა ღმერთთან ურთიერთობაში არის ის, რომ ჩვენ ღმერთის თვალით შევძლოთ საკუთარი თავის დანახვა სრულყოფილად. დიახ, მამარჯილო, აი მოძღვრის როლზე მინდა კითხოთ ასევე ქრისტიანად გახდომის პროცესში, აი ამ გზაზე, რამდენად მნიშვნელოვანია მოძღვართან ურთიერთობა. ადამიანს შეიძლება თავი ეგონოს ძალიან კარგი ქრისტიანი, ეგონოს რომ ყველაფერს სწორად აკეთებს, მაგრამ სინამდვილეში სულაც ვერ ხედავდეს თავის მდგომარეობას და ბუნებრივია რომ ეს უნდა შეამოწმოს ადამიანმა, ხომ, საფრთხო მოძღვრების შუქზე და ვისთან ხდება შემოწმება, სწორედ მოძღვართან, ანუ შეიძლება მე მეგონოს რომ აი არაჩვეულებრივი ქრისტიანი ვარ, მოყვასიც მიყვარს, უფალიც მიყვარს, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვანაირად იყოს. ხო ხდება ხოლმე ასე? კი, რა თქმა უნდა, ხდება და ყველას გვემართება. როდესაც ადამიანი ჩათვლის, აი ჩვენ ვსაუბრობთ ქრისტიანად გახდომის, ანუ რაღაც საფეხურებზე და პროცესზე. დიახ.
ხო? და გვინახავს ყველას, თან დიდმარხვის პერიოდია, როდესაც ძალიან ბევრი მორწმუნე ტრადიცია აქვს, მე ვიცი არაერთი მორწმუნე ტრადიცია აქვს ქცეული დიდმარხვის განმავლობაში დიდი ასკეტი მამის იოანე სინელის კიბის, იგივე კლემაქსის კითხვა. და ეს სწორედ სულიერი ზრდა განვითარების საფეხურებია ამ დიდი მამისა და მოაზროვნის მიერ აღწერილი და ხშირად ამ წიგნის ყდას ამშვენებს ხოლმე ესეთი ხატი, რომელზეც მიწიდან ზეცამდე აღმართული კიბეა გამოსახული და ჩანს როგორც ცდილობენ ბოროტი ანგელოზები ადამიანების ამ კიბიდან გადმოგდებას. ანუ ადამიანი მიუყვება ამ საფეხურებს, რომ ავიდეს ცაში. და ამ დროს ბოროტი ცდილობს გადმოგაგდოს და ჩანს იქ ადამიანი, რომელიც სულ ბოლო საფეხურზეა. სულ ბოლო საფეხურზე და იქიდან არის გადმოქანებული, იქიდან ეშვება, იმიტომ რომ რომელიღაცა კაუჭი გამოსდეს მას. ამიტომაც ეს ასახვა, ეს არ არის უბრალოდ რაღაცა ამბავი, ეს არის ის სულიერი რეალობა, რომელიც არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ. სიფრთხილე, ის საფუძვლები, ის თავმდაბლობა ღმერთის გარეშე აი როგორც ნატურა ანათებს მაშინ, როდესაც მასში ელექტროენერგია შედის, ასევე ჩვენც არაფერი არ ვიქნებით ერთი შავი ცივი ბნელი რკინა თუ მიწა თუ ქვა, თუ ჩვენში არ იქნა საღვთო მადლი და საღვთო ძალა. ჩვენს სრულყოფილ ადამიანობას ვახორციელებთ მხოლოდ უფალთან ერთად. დიახ, მამარჯილ, ერთი არის რომ მინდა ვიყო ქრისტიანი, მაგრამ რამდენად ვიცი რა არის ქრისტიანობა? სწორად ვიცი, ესეც ალბათ საინტერესო საკითხი არის. ზოგ ადამიანს რაღაცნაირად თავის თავზე აქვს მორგებული ქრისტიანობა და აი თქვენ რაც დასაწყისში აღნიშნეთ ორი ბატონის მსახურება. აი ვამბობთ რომ ღმერთის სიყვარულია, ქრისტიანობა სიყვარულია და მე როგორც მინდა ისე გავაკეთებ, ღმერთი მოწყალია და მაპატიებს. აი ეს რამდენად სწორი, არასწორია ვიცით, მაგრამ აი ამაზეც რომ ისაუბროთ, ამ მიმართულებითაც რომ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანმა იცოდეს რა არის ქრისტიანობა და უნდოდეს ამის სწორად გაგება. შეიძლება იცირე, გასწავლიან თქვათ წმინდა წერილი გასწავლის ამდენი ინფორმაცია დღევანდელ დღეს, მაგრამ მე მაინც რაღაცნაირად ჩემი ქრისტიანობა მინდა რომ მქონდეს. რა არის ესეთი საშიში ფრაზაა, წეღამდელი ორლესული מחვილისა არ იყოს. ერთის მხრივ რამდენადაც ჩვენს ყველა განუმეორებელი ვიბადებით და ერთხელ ჩნდება ყველა ადამიანი და განუმეორებლად, ამიტომ ერთის მხრივ რა თქმა უნდა ყველას გვაქვს რაღაცა დოზით ჩვენი ქრისტიანობა. ოღონდ ეს იმას არაფრით არ ნიშნავს, რომ ქრისტიანობა არ არის ერთი და ერთადერთი. და ჩვენ ყველა პირიქით ღმერთს ვემსგავსებით, არა იმითი რომ ჩვენ სახეს ვკარგავთ, არამედ იმითი რომ ვერთიანდებით იქ, სადაც ყველაფერი ხარვეზი, ყველაფერი სიმახინჯე, ყველაფერი პირობითობა უქმდება და რჩება მხოლოდ ხალასი და ნამდვილი, რომელიც იქნება რა თქმა უნდა ერთიანი. ამიტომაც რა არის ეცით ერთ საშიშ მინდა რომ სწორად გაიგოს მაყურებელმა საშიშ ფრაზას ვიტყვია, თქვენ რას თქვით რომ ღმერთი მაპატიებს, ეს განწყობა აქვს ადამიანს. უფალი მოწყალეა და არ არის ცოდვა, რომელსაც ღმერთის კაცმოყვარება არ აღემატება, მაგრამ არსებობს ერთი კარგი გამოთქმა, მნიშვნელოვანი გამოთქმა, რომელიც სწორად უნდა იყოს აუცილებლად გაგებული და ვინმე სასოწარკვეთის წასახალისებლად არ უნდა გამოიყენოს. ღმერთი პატიობს იმას, ვინც არ პატიობს საკუთარ თავს. აქ რა იგულისხმება, რომ ადამიანი არ იკავებს ღმერთის ადგილს. ესაა ეშმაკის საქმე. დიახ. მსჯავრი ჩემია, ბიბლიაში ეს არის არაერთხელ ღმერთისგან ნათქვამი. ანუ თუ ჩვენ არ ხვდებით ჩვენი თავის შემფასებლები, დადებითი ან უარყოფითი კუთხით. შეიძლება ადამიანი ძალიან გათამამდეს, ეს რა გავაკეთე, ეს რა შევძელი, ეს ვინ ვარ? მაყოფილი არ უნდა ვიყოთ ჩვენი თავის, ხო? ან მეორე პირიქით ეს რა დამემართა, მე არავინ არა ვარ, ინგრევს ადამიანი მთლიანად თავის თავს. ამ დროს თუ კი მე ჩემს რაღაცას სიტყვა იყო, საქმე იყო, თუ რაც იყო, ღმერთის შუქზე ვაფასებ, ფსალმუნებშია ესე რომ მათ ფიქრებში ღმერთი იყო, ან არ იყო. და თუ ჩვენ ფიქრებში არის ღმერთი და მე რასაც ვაკეთებ ამას საღვთო შუქზე ვაფასებ, მე უკვე აღარ ვარდები არც უაზრო კმაყოფილებაში, ერთ უკიდურესობაში და არც გულგატეხილობასა თუ სასოწარკვეთილებაში, მეორე უკიდურესობაში. მე უბრალოდ ვხარობ და ვარსებობ ღმერთთან ერთად. დიახ, დიდმარხვის პერიოდია, მამარჯილ, მარხვის სინანულისა და ზიარების შესახებ მინდა გკითხოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პერიოდში ადამიანი მონაწილეობდეს ამ მსახურებებში, საიდუმლოებებში და ეს არ იყოს
იყოს უფრო სწორად ასე უფრო სწორი იქნება ალბათ რომ ვთქვათ, იყოს გულით გაკეთებული, შინაგანი განწყობა იყოს ამისთვის შესაძფერისი და სულიერი იყოს მეტად აღმატებული ხორციელცი. როგორ შეიძლება ეს ამ პერიოდში განსაკუთრებით ადამიანმა მოახერხოს იმისათვის რომ მიემზრავსოს სწორად იმ ნამდვილ ქრისტიანს, რა თემაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. მარხვა არის პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რა თქმა უნდა, საერთო სიტყვა რომ ეს არის სინანულის და გულის შემოსრულების და საკუთარი თავის შემოწმების პერიოდი, მაგრამ საერთო ესეთი ქოლგა რომ მოვარგოთ ამ ყველაფერს, ეს არის დიდი სიხარულის პერიოდი. როდესაც რაღაცის დალაგებას ვიწყებთ, რა თქმა უნდა, ყველა სეზარება დალაგება, ხო? სახლის დალაგება იქნება თუ რაღაც სამუშაო ოთახის, ეს არის მტვერი დაწმინდე, რაღაცა გაიტანე, რაღაცა შემოიტანე, გადაარჩიე, გონებაც უნდა დაძაბო, ფიზიკურადაც უნდა დაიღალო, რაღაცა გადასაყრელია, რაღაცა შემოსატანია, მაგრამ ჩვენ გვახარებს ის შედეგი, რომელიც ამის მერე აუცილებლად დგება. ამიტომაც ეს არის სიხარული, ეს არის კარგი პერიოდი, რომ მოვიცალე რაღაცის დასალაგებლად. მარხვა ეს არის განსაკუთრებულად გამოყოფილი პერიოდი, როდესაც ჩვენ საკუთარ თავს რაც შეიძლება მეტად ვასუფთავებთ, ვალაგებთ, ვაწესრიგებთ იმისთვის, რომ ამ შემთხვევაში დღესასწაულს მზეს მართლა დღესასწაულებისას აღდგომას მივიახლოთ, რაც შეიძლება მეტად გასუფთავებული და დალაგებული, იმიტომ რომ აღდგება მაცხოვარი და ჩვენ სწორედ აღდგომილ მაცხოვარს თანავე ზიარებით და მასთან გვინდა შეერთება და აღდგომის შემდეგ, რასაც ყველა მოველით, გვინდა რომ ღირსი ვიყოთ მისი შეწყალების, ან მისგან გამართლების. ამიტომაც აი ამ პერიოდში მოძღვრის დახმარება იქნება თუ სხვა უფროსი ქრისტიანების რჩევა იქნება, ისევ პავლე მოციქულს გავიხსენებ, ხო? ყრმა ვიყავი და მსჯელობდი როგორც ყრმა. კაცი ვარ და კაცურად უნდა ვიფიქრო და ვიაზროვნო. ანუ რაღაცა არის, რაც ცხოვრების რაღაცა ეტაპზე გასაგებია და დასაშვებია და მისაღებია. მაგრამ ის განვითარება შენ გავალებს, რომ ის ძველი ყველაფერი იცოდე, მაგრამ ახალი უფრო მეტი გაიაზრო. თუ არ ვითარდები, თუ არ იზრდები ადამიანი, არაფერი არ გამოვა. გრიგოლ ნოსელის ბრწყინვალე სიტყვებია, უკანას ამას დავივიწყებთ და წინას ამას მივწვდებით. განავ კარგავთ იმ ყველაფერს, მაგრამ წინ უნდა ვადგამდეთ ყოველთვის ნაბიჯს. ცხოვრება არის წინსვლა, როგორც არ უნდა იყოს ეს, ღმერთთან ერთად სხვანაირი ხდება ადამიანი, სხვანაირად ვითარდება. დიახ, მარადის საკუთარ თავზე მაღლა გრიგოლ ნოსელია. მარადის საკუთარ თავზე ახსენეთ და ის ადამიანი, რომელიც ამას ახერხებს და ან ცდილობს ყოველ შემთხვევაში, ალბათ ის არის ხომ ნამდვილი ქრისტიანი, ვინც ხშირად თვითონ არ იცის ეს. რა თქმა უნდა, თუ ადამიანი თავის თავზე ამბობს, რომ ნამდვილი ქრისტიანი ვარო, ალბათ ცოტა არა, ერთი ეს მაღალი განაცხადი არის. გლობალურად ხო ნამდვილი ქრისტიანი ვარო, ნუ წესით თავმდაბალმა ადამიანმა არ უნდა იცოდეს, რომ თავმდაბალია. მაგრამ აქ არის კიდე ერთი მომენტი, რომ აი ცვლის ადამიანი თავის თავს და ამ ფერიცვალებაში ერთის მხრივ ხედავს იგი ამ ცვლილებებს, მაგრამ მეორეს მხრივ ნახეთ, არის ერთი ესე ძველი პატერიკი, ერთ წუთში ჩავეტევი თუ გვაქვს ამისი დრო. ერთ ჭაბუკს ეცხადება ანგელოზი და ავალებს, რომ მისი სახლის წინ არის დიდი ქვა. და აი ამ ქვას ყოველდღე მიდი და მიაწექი. და ეს ბიჭი წლების განმავლობაში 5 წელი თუ 10 წელი ყოველდღე დილით სახლიდან გამოვა და ამ ქვას აწვება, ეძიძგილავება და პატიოსნად ასრულებს ამ დავალებას. ყოველდღე ამ ქვას აწვება. და რა თქმა უნდა, ეს გულმოდგინება შეშურდა ბოროტს და დაიწყო მის თავში რაღაც წლების მერე დიდი ეჭვების და ასეთი ორომტრიალი. რომ რას ვაკეთებ კი, მაგრამ რა უაზრობას ვაკეთებ. გავდივარ ყოველდღე ამ ქვას ვაწვევი, ვეჭიდავები, ვეძიძგილავები. და 1 მეტრითაც ვერ გადავაჩოჩე ვერსად, ისევ როგორც იდო ისე დევს, ნეტა ეს გამოცხადება ღვთისგან იყო, რა იყო, საერთოდ ამას რატომ ვაკეთებ და აი ამ ბრძოლაში ეს გულმოდგინე კაცი არ დატოვა ღმერთმა და მას ხელახლა ეცხადება ანგელოზი და ეუბნება, რომ რატო წუხარ იმაზე, რაც შენთვის ღმერთს არ დაუვალებია. ღმერთმა ხო არ გითხრა, რომ ეს ქვა გადააგორე. ღმერთმა გითხრა, ამ ქვას მიაწექი. ეს ქვა 2 მეტრით იქით იქნება თუ 2 მეტრით აქეთ არაფერი ამით არ იცვლება. შენ თავს შეხედე. შენ თავს შეხედე, რომ 10 წლის ყოველდღიური ვარჯიშით როგორი ხარ, ხო, ისეთი მხარბეჭიანია, ისეთი მოღონიერებული, ამიტომ რომ ფორმაში იყო, სისტემაში იყო და იგი ყოველდღიურ ასკეზაში, ასკეზა ვარჯიშს ნიშნავს. ვარჯიშსა და წრთვნაში იყო. ანუ ხშირად ჩვენ გული გვიტყდება იმის გამო, რაც საერთოდ პრობლემა არ არის. ღმერთს არ დაუვალებია, ანგელოზი ეუბნება, რომ ეს ქვა შენთვის ადამიანო არ დაუვალებია, ღმერთს ეს ქვა გადააგორე. ეს შენ გაიგე ასე, რომ ქვა უნდა გადააგორო. ღმერთმა გითხრა, უბრალოდ მიაწექი. მიაწექი შენთვის. ამ ქვის გაგორება არ არის პრობლემა. შენი ვარჯიში და შენი გაძლიერება ამ თავარი.
ამიტომაც აი ეს მომენტი როგორ ვითარდები დიდად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად სწორად გესმის რა უნდა აკეთო, რამდენად სწორად ადეკვატურად აღიქვამ შენ პირად თუ საერთო ცხოვრებისეულ მოცემულობას. ეხლა მარჩილ, რამდენიმე სიტყვით რომ შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი, სადღაც 1 წუთი გრჩება, რა არის ნამდვილი ქრისტიანობა, ის მდგომარეობა, რისკენაც ყოველი ადამიანი, რომელიც თავს ქრისტიანად მიიჩნევს, უნდა იღვწოდეს. ალბათ ისევ სახარებისეული სიტყვები გავიხსენოთ, რომ თაყვანი უნდა ვცეთ ჩვენ უფალს, ყოვლითა სულითა, ყოვლითა გულითა, გონებითა, ძალითა და მთელი ჩვენი არსებით და გვინდოდეს ღმერთთან ერთად ცხოვრება. წეგან როგორც თქვით, არ ვიკავებდეთ, არ ვცდილობდეთ, თორე ვერც დავიკავებთ, ეშმაკის მსგავსად დავიკავოთ მსაჯულის, ანუ ღმერთის ადგილი. ღმერთს დავუტოვოთ თავისი ადგილი და ჩვენ ვიყოთ მისი კარგი შვილები, როგორც თვითონ მოგცა ამისი უფლება. მან მოგცა უფლება, მას უწოდოთ მამა, ანუ ვიყოთ მისი შვილები და კარგ მამას კარგი შვილები უნდა ყავდეს. მისი თვალით შევხედოთ საკუთარ თავს. კი ბატონო. დიდი მადლობა, მამა არჩილ შეეწიოს ყველას უფალი. ამინ. ყოველწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის აჯისხატის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არჩილ ხაჩიძე საუბრობდა სტუდიაში.